და რას გავათამაშებთ ირაკლი? ჩემო ნიკოლო. შეიძლება დაგვიჭერონ ამ გავს და რაღაცას ვიძახ. ეგ და მოეთხოვა ყველაფერს. ჩენი სიბრაზე. რაღაც პრაქში რო ვარ. იაბოებს ეხლა ყველაფერს. მოგესალმებათ მეგობრებო, ბუნკერი. დღეს ბუნკერში, ბუნკერის კალენდარზე ქალთა დღეა, ამიტომ ჩვენი სტუმარი არის რუსუდან მაყაშვილი და განსაკუთრებით ქალბატონებს მივესალმები. ქალი არ ვარ, ქალზე მეტი ვარ. ქალზე მეტი? ეს იყო რუსუდანი, ქალზე მეტი. მადლობთ. და დანარჩენი კიდე უპრინციპო სექსისტებში მოვხვდი. ერთი ნახოთ ეხლა რასისტებში, ვეგანთ მოძულეებში და კიდე რაც გინდა მიამბათ პრობლემა არა. არავინ არ გვეზიზღება. უბრალოდ დავცინოთ რა. ხო და ეს დაცივნა ნახე, დაცინვის გამო ერთხელ მე მაგრა ხო და ეგ ხო თვით ირონია ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ხო დაცივნა და გაცინება დავცინით ხოლმე. ეხ გზადაგზა ნახო როგორ პოზიტიური ტიპები ვარ და მიგონებ. გზადაგზა არ მჭირდება, უკვე ხვდები რა კარგები ხართ და რა გადასაწყვეტ. თქვენ წინაშე არიან ინტერნეტ სენსაცია ირაკლი კვიტაშვილი, გენიოსი. რატო ვარ გენიოსი? ქალთა და კაცთა ბედნიერი თეიმურაზი და მე ნიკოლოზ ნორიელი. მოგესალმებით უბრალოდ და სათვალიანი სიმპათიური ლამბერსექსუალი ლამბერჯეკი. მეც გასაყვარს იმაქვს, თორე აგერა გავიჭერი. მართლა? აქ გავიჭერი და აქ გავიჭერი. ამდენჯერ ხარო სამართლებს ნუ იყენენ. არის. სულ სამართლებს. სამკურნალო პაჩებია, კი. ვიმყოფებით საჭაშნიკეში. შეამჩნევდით ალბათ. და უბრალოდ მხარი ვიცვალეთ და სადღაც დღევანდელი ეპიზოდის ბოლოსკენ გვექნება გათამაშება, ხო ირაკლი? 500-იანი თუ 300 500-იანი თუ 300-იანი არის? მოკლედ რაღაცა ვაუჩერს. 50-იანი. გაჩნია როგორ წავა. რაღაცა მის მიმდინარეობა. როგორ შევთანხმდებით? ეპიზოდის ბოლოს გაიგე. მაგრამ რაღაცა ყველა ვარიანტში გათამაშდება. ვაუჩერი თამაშდება საჭაშნიკეს. ხო. წესებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ ვაუჩერთან ერთად. всё, ეგაა პრინციპში რა. გილოცავ ქალთა დღეს რუსუდან. ქალთა დღეა? ბედნიერი ქალი გამოვაცხადა ბუნკერის კალენდარზე. ჩვენ გრიგორიანო რაღაც კალენდრები არის ჩვენი. ბუნკერიანული და თქვენ საერთოდ ბუნკერის კალენდარი. ბუნკერიანულ კალენდარზე დღეს ქალთა დღე არის და ბუნკერიანულ. ხო. ანუ ძველი ბუნკერიანულით სანამ ჩაწერა. ძველი ბუნკერი და სანამ გადავა მიახლებზე მინდა რომ ერთი კითხვა დავსვა. რა ვარ გენიოსი. აუ, ეხლა თქვენ გავუსწორდი. იმიტომ ვიტო ამონაც და გენიოსი ავიდა მითხარიო და გეუბნები, იმიტომ რაღაცა ანუ ნახე მაინტერესებს. მომწონს შენი ვიდეოები. მართლა? ხო და რაღაცნაირი ეს ხარ რა ქვია საყვარელი. მართლა? ხო და ჩაჩაჩილო. და ბუკას ვიდეოებს უყურებ ხოლმე? ბუკას ვიდეოებს? ხო. არა. ბაუჩო. ბუკას არა აქვს ვიდეო წერია. კიდე კაი არ უყურებ. როგორ ხარ უშუალოდ? მე ვარ. ძალიან გამიხარდა რომ მადლობა თქვენ რომ დამიძახეთ და ერთი ის რომ დაღლილი ვარ, ძალიან გადაღლილი ვარ, ბევრს მუშაობ ძალიან. მაგრამ ასწორებს რა. ჩვენ ყავს ერთი რომელიც დღის განმავლობაში 27 საათი მუშაობს და შენც ეგრე ხო არ? მე საერთოდ ანუ არც ვიცი რამდენი საათი მუშაობ დღეში. ანუ დასვენების და ანუ არც ვიცი, არაფერი არ ვიცი. 7-ზე იწყება ჩემი დილა და მე სპექტაკლები ამბები. სპექტაკლები გადაღებები, ბავშვები. პროექტი ხო არა გაქვს? კი, საინტერესო პროექტი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჩუმად ვარ და იმიტომ რომ ძალიან მგონია რომ ძალიან მაგარი იდეაა და ვინმე მომპარავს და ამიტომ როცა მოგწერ ჩუმად და არავის არ გაშუარებირი მოსწონს. ჩვენს ახლინი ამოვანა. ჩემი მტერი მოვიდა პოლიტიკაში. არა, ჩვენ გვაქვს დაანონსებული როგორ რაღაც, იცი? რომ 100.000 გამომწერზე ბუნკერის სახელით მივიღებთ არჩევნებში. არა, ხო, და მე სახელით ძალა. კარგია, ხალხო. მე თქვენ გადრავთ უეჭველი ხმას მართლა. ჯერ ადგილები გვაქვს 10. ხმა გვაქვს. ერთი ყველა გავიჩი ხო? 10-ში გვაქვს ადგილი. 4 ადგილია დაკავებული რა, ჩვენ מחარა დაგვემატა, 6 ადგილი გვაქვს დარჩენილი. ერთი ქალიც გინდა. ჩემი პოლიტიკაში არა, მაშინ პოლიტიკაში თუ მოვალთ. ლობისტი იყავ ჩვენ. ძალიან ბევრი მაიმუნებები უნდა ვაკეთო. აბა რა, მაგისტვის მოვდივარ თორე საქმეს აკეთებლად არა. ეს მაიმუნებები ხარ რაც ხდება, ეს მარაზმი მაიმუნებებია. ჩვენ რაღაც სახალისო. ფულის გათეთრება. ხო, ფაქტია რომ უნდა ფულის გაშავება. მე მინდა ფალსიფიცირებული პროდუქტი ვაწარმოო. რა სხვა რა გვაქვს. ხო რა, რატო არა? შეიძლება დაგვიჭერონ ამის გასვლის შემდეგ, ანუ წინასწარ ჩაგვithვალო. ბუნკერი როგორ უნდა დაიჭირო? ბუნკერი კი ესეც აგერე დაიჭირო აგერა და იქიდან ციხიდან რეკომენდაციონები აგერა ჩამიწერი იქი მაგარი არ გამისწორდება კაი სტარტი გვაქვს ძალიან გადავიდეთ ობიახლებზე რებზე ობიახლები გვაქვს ჩვენ ესეთი რა თქვენ უკვე თქვენი პონტები გაქვთ ეს არის სამი ძმა სამი უახლოესი მეგობარი ამას მეც ვეწეოდი ასე კი შემიძლია ეს მოვწიე კაი მადლობა
ობიახლები გვაქვს, მოკლედ გაერკვევი რა, ობიანი სიახლეები და საინტერესო ფაქტები. კაი, მომწონს. ობიანი სიახლეები. კი ბატონო. ეს რა არის? ხო, შკოდა. შკოდამ შექმნა ახალი მანქანა, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა. შკოდა, მენტებმა, ხო. და 2831 კილომეტრი გაიარა 66 ლიტრიანი აუზით. ხო, და აქამდე ერთ მანქანას საშუალო წვა იყო რაღაცა სტატისტიკა ძალიან დეტალურად რა ეს უინტერესო იყო 100 კილომეტრზე 2.3 დავждებოდ ეს ზომა და 2.5 ლიტრსაც აწყობს. ანუ არ წავს ფაქტობრივად. არ წავს, ხო. ყაველებით გადავზრდი მაგით. ესეთი მაგიდა გჭირდება და ესე იზომება, ნახე. რატო გაზომა? ხო და რატო გაზომა? შეიძლება ეროვნული რუბრიკის დაბრუნება უნდა და მაგიდას ჩვენი განთავსების სიგრძე რამდენი იყო დიამეტრი ეროვნული რუბრიკაც ქონდა? ბუკას ქონდა რა. არა, მართ ერთხელ არ გავიდა ეგრე. ამოუდერტებია. ბომბავდნერით ხომ. ანუ ჩაგრავენ ბიჭობა. ხო, რაღაცა ცდილობენ ესე რომ ჩემს პოტენციალს და ნიჭს არ ჩაგრავენ. ხო. მისცენ გასაქანი. შენ მაგარი მაწაკი ხარ ხო? დედამოტყულის ერთი. კაი ეგ. ცხოვრებაში ან უნდა კეთილი იყო და ან კეთილმოტყმულიო, ხო იცი ამბობ. ორივე გამომდის. ხო და ამით, короче, ამ შკოდით 2.5 ლიტრი ძალიან ცოტა. ბათუმში რამდენჯერ ჩახვალ და ჩამოხვალ სავსე აუზით. იგი რუსებს რომ მოეფერო ბათუმში. ბათუმი, პრივეტი, как дела? და ბათუმზე გამახსენდა. ასლანა ბოლო-ბოლო გაიბრიდა თუ ხოძზე. ბიჭო, ძალიან მეგონა რომ დაბრედილი იყო. ცოცხალია? მკვდარი მეგონა. რომ მოვიწვიოთ. ვაფშე ეგ სურათი რომ ნახე ჯო ბაიდენი მეგონა. მართლა, ანუ ეს ძალიან მინდა დაბრედილი იყო, რას ნიშნავს ადამიანებზე? ერთადერთი ადამიანი, ვინც მინდა რომ დაიბრიდოს პუტინია. პუტინი. მეტი არავის სიკვდილი არ მინდა საერთოდ. პუტინი ერთი ცხოვრობს კიდე იქ. ეგენი რა. თბილისში. ერთი მეზობელია. ჩემგან შენი მეზობელია? არა. ანუ გინდა რომ დაიბრიდო? კი, მინდა რომ აი ევთანაზია გაუწია. კი. ოღონდ ცნობილია, ყველა მიცის რა. просто არ ვიტყვი სახეს. ვიცი ხო, დაახლოებით ხო. ეგ ორი რა, მეტი არა ვარ. ეხა ასლანა მეგონა რომ დაბრედილი იყო რა. ბუკაზე გებაზრება. ბუკა შენ დაბრედვა უნდა. არა. რატო გააბისვები? ბუკა პირიქით და რომ ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს. დაი ვიწვალო ხო? აი ბოლოს რომ ანგელი სიკვდილით რო დაი. აი ბოლოს აი ხო, ბუკა მინდა რომ გავყინო. ბუკა მინდა რომ გავყინო და აპოკალიფსის ჟამს გავაცოცხლო, გავალო. ეს რა მოინტერესებს? აი ეგეთ რაღაცები გჭირდა რა, აი რომ გაყინავენ და მე რომ გავუება. არა, არ არსებობს ეგეთ რაღაცები. ანუ არის იმის შანსი. ნახე კინოში მაქვს მაგარი. ნახე, მაგრამ არის იმის შანსი რომ ოდესღაც მოხდეს ისე რომ გავყინო. თეორიულად ყველაფერს ლენინს ეხა გაალღობენ და მოვა ისე ლენინს. თეორიულად იკაიფე. და ჯერის შანსია რომ ამ ეპიზოდის მერე 100,000 გამომწერი ყავდეს. თეორიულად. ეხლა რამდენი გამომწერი? ეხლა ყავს 1300. 350,000. ანუ შენ ახალი დაწყებული. 3 თვეა. პოლიტიკიდან წავედი. მოიცა კაცო, ეგეთ ხოთზე ხართ და კარგად გააგრძელებთ და კარგად იქნება ყველაფერი. იგი საგაიფო. სრემლი არ დავანახოთ ბუკასი. ბუკას. ხელს ნახე რა მაგრა. ბუკა, შენზე ლაპარაკობდა. ეს რაღაც პოლიტიკური ის არის, რა ხე, რაღაც ჟესტი. იმზადე. ირაკლი ჩვენ ხო თქვით რომ 100,000 გამომწერზე პოლიტიკაში მოვდივართ და სამზადის ხო დაწყებული რაღაც შეშტები. ჩემი აზრით ძალიან კარგი ვარიანტი იქნება თქვენ სამი რომ ვაპირებ მარტო არ ხუმა. და ბუნკერი რო ქვია, პარტია ბუნკერი. აუ ძალიან კარგი. 42 ბუნკერი თბილისში. 42 ნომერი. ეგ იცი რატო? 100,000 41-ზე ვინმეს ხელი შეიძლება აუსრიალდეს და 42 შემთხვევაში 42 სნია 42 უნდა იყოს. ხო და სანამ 100,000 მიუახლოვდებით, ძალიან საინტერესო ობიახლი მაქვს. ცხოველები ყავს, გეოსება. ცხოველები ისე მიყვარს, რომ რაც ძაღლი მომიკვდა, ბევრი წლის წინ დავიფისრე და ცხოველი აღარ მეყოლებოდა. დააძინა? არა, თავისით გარდაიცვალა და გადავყევით მთელი ოჯახი. ო, მე ვესროლე, მაგრამ მეც გადავყევი. მარამამდე ფული არ იყო დაძინების და რაკენი? ფული არ იყო დაძინების. ვესროლე. თქვენ რა სატანები ხართ, ვერ გავიგე. ამან ყველა სიკვდილი მინდაო, ამან ძაღლს ძაღლს. ორი. მაგრამ ეს რომ მანამდე გამეგო, და ბუკას აბულინგებენ კიდე ხალხო. ძაღლები ღამით იღვიძებენ ხოლმე. განმარტოვებით ხდებიან და რაღაცებზე ფიქრობენ და დარდობენ. კი, მე ანუ როგორც ადამიანებმა ვიცით ხოლმე რაღაცა მოტეხვა და ფიქრებში გადავარდა, ძაღლებიც ეგრე იქცევიან. ძაღლები მე მგონია რომ კიდე უფრო მეტს დარდობენ. ძიძრი ადამიანები. ძაღლებს მეტი ემპათია გააჩნიათ ადამიანების მიმართ. ძაღლები უფრო გიყვარს თუ ადამიანები? ძაღლები. ბაზარია. მეც. ოღონდ ორფეხა. უფრო მიყვარს ვიდრე ადამიანი. ქართული ორფეხა ძაღლები გიყვარს? აი რომ მაჩერებე ხოლმე და
ებე ჯიბე ებე გამოსიარე ახლა ისული გახოვე რომ ამოაწეულდა ერთხელ სუპრასტინის ის მეგდო რა და უეჭველება რა რაღაც კარგია ხო ნახევარი დავლიე და ნახევარი მინუს მაჩერებე რა და შენ არელეგიური მოდი ხშირად გაჩერებე ნუ აი წელიწადში ერთხელ უეჭველი რა აი გაგაჩერეს მე და ეს დამავხი ისეთი ანუ სხვა გზა არ აქვს ხონა გახვეული სუპრასტინი ეს რა არის და აი გონიათ რომ სუბოს დახოდი დახურე საქმე რომ აი დისტყნელი ბარი გადაიჭირე და სუპრასტინია მეთქი ხო არ გაგიჟდი ბრატ დაგიჯერეს ბრატ ამინჯერეს კი რანაირად დაგიჯერეს სრემლები მომდიოდა დალია და გაუვა ძალიან დამარწმუნებელი მანე თვალებიდან მოგიდიოდა ჩემლები ესე ვიდექი და არ არის ეს არ არის ეს MDMA იმ მომენტში გააჩერეს რომ ფიქრობდა სევდიანად ბავშვზე სუფთა ფსელი მაქვს გინდა ძალიან არა და მეგონა რომ გინდა და როგორი ეპიზოდი გვექნებოდა იცი 0 ცუდი სიტყვა და არ ხონა სუდი სიტყვების გარეშე არ შევიდი სიტყვებზე სასიამოვნო არაფერი არ არის ძალიან ცოტა რამ არის მარტო ის პირადად შენ რომ მომართავ ცუდი სიტყვა მარტო ეგ არის უფრო საყვარელი ცუდი სიტყვა გინდა აი მარტო ეგ არის უფრო ჩვენი საყვარელი ცუდი უებს სიტყვა დაადე არავით არის შეჩემა ცუდი სიტყვა შეჩემა არ არის ჩემისა გადასარევი სიტყვა მე ვარ არაჩვეულებრივი შეჩემა დაახდი რა თქმა უნდა ხო რა ის სიყო რო გიყვარს რაღაცა შეჩემა აი შეჩემა ხელს ვიძახი ძალიან ხელს მეტი ძახი ძალიან საწუხაროა მაგრამ ნახე როგორც იაფარო ჩემ ტყდო შენ ხო როდესაც ქალი იგინება იაფარულავა იაფარულავა თქვა რომ როდესაც ქალი იგინება მაღალი ინტელექტის ბრალიაო და შეიძლება მას მერე დავიწყეს ტექნიკის ეგეთი ლამაზი თავის გამართლება პირველად მოვისმენე ხო მაგრამ იას გამართლება რას მოიხდი არა კარგად არა მაგრამ იას ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენ ძალიან გვიყვარს იაფარულავას ის ეპიზოდი ზურად გამომივიდა ეს თურმე ხურდება დენიროზე რო ეკითხები შენ დენიროზე კიდე გაგაცნო დიდი სიამოვნებით არ მოვა სტუმრად თორე მე ლოკაცია ჩაუგდე და ია არა ხუმრობის გარეშე ეს დიდ პატარა მართლა მივარ მიყვარს მე ძალიან ფანტასტიკური ქალია კაცო ძალიან მაგარია კი კი ყველანაირად ეს ვარ ვთქვათ მე დაგვენძრება ყველას მაგითო ვიზა თესალიაში მოხდა ძლიერი წყალდიდობა წყალდიდობა თესლის წყალდიდობა ცხვრის ფარას მოკლედ საჭმელი რო არ ქონდა 270 კილოგრამი მარიხუანა შეჭამეს დაბოდნენ და ძალიან თესლად მოიხოდნენ ეგ ცხრები ისე იქ ცხვარი იჭმევა პოლიტიკურ პარტიაში ჩემი აზრით იქნება აი პოლიტიკაში მოვიდა ხო და მე მაინტერესებს ცხვარის ქეიკი, ცხვრისგან გაკეთებული, ცხვრის ხორცით გაკეთებული, მოწეული ცხვრისგან გაკეთებული ჩაქაფული, აბოლებსო. მე ნაჭამია რომ მოწეული ქართულ შარდისანალში აგდებს ეგეთი ჩაქაფული. სადაც კუბდარი არსებობს, ხო, კლასიკური კუბდარი, ხო, მოსაწევით. უღამი ექნებოდა რომელიღაც ქართველს, რომ აი მოდი ახლა პლანზე გავდი ცხვარს, ხო. პლანზე დამყნობილი ცხვარი. დაკვა მე და ჭამა და დანგი ჩემი ყლე ვერაფერიც ვერ ვუქნა. აი სუ ესეთი ნარჩა მოსაწევზე არის გაზრდილი. გალოკები უნდა გიძახო. ქეში ცხვარი როგორი იქნება? ქეში ცხვარი როგორ მასშება? ცხვარი რა შვება? ყიატყებს. ყებს. ყიატყებს თქო ან რა შვება? ყერის. დაბოლ ქეში კეთებს აბა შენ გააკეთე ქეში ცხვარი? არ ვიცი. აი ქეში ცხვარი ჩემი აზრით ესეთია. ქეში ცხვარი არა, მაგრამ დაბოლილი ქეცბა. აი დაბოლილი ქეცბა. რა გაუკვირდა რა, დაბოლილი არ ვიცი. ქეცბაი არ ეწევა. გაუკვირდა რა, გაუკვირდა. არ ვიყავ. ო დაბოლილი. დაბოლილი არ ეწევა თქო. არ ეწევა კაცი და ეხა. არ არის ეგეთი რაღაცა. ვერ მიამსგავსებ, იმიტომ რომ არ არის. უკვე ძალიან თავიდან იმდენი ენერგია დაიხარჯა ეგ არა, ძენ ენერგია. მე მარა დასასრულის კი ენერგიას ხარჯავ. გათამაში შენ და დავიშევა. 11 წუთიანი ეპიზოდი. მოდი უფრო შევა სამი კაცი. უარესი გავაკეთე გინდა მოვიწიოთ ერთ-ერთი. გინდა მივიდეთ ვაფშე.
კამერები. კამერა ვერ დაგვყვა. თქვენი აზრით რასჭამ. საქმეებში ჩავერიო. რუსუდან. ძალიან შეწყო. გისმენ? ვიცი, რუსუდანს რომ ეძახი. ობიახლების ერთიანი გადაწყვეტილება იყო ეს. ძალიან მომწონს, ხო? ცოტა ხანს დავასტოპებ ობიახლებს. და გეხოთ მოაშო რა ობიახლები, აი. ჩვენ ობიახლებს. ამაზე გასტელი ბუნკერი. ანუ აქ ვიცინით ვიღები და ახლა ინერს ობიახლები. და ეს ველოდება, რა დავამთავრე. ხო და კიდე ერთი ობიახლები. ვა, რა მაგარი. როგორ გამკენცვა. აი ხარ ობიახლებში. მაგარი ხარ ობიახლებში. არა, იცი რა არის, შემეცნებითიც არის ბუნკერი რა და აქედან წავიღებ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერ ამოიკითხავ. არ შეიძლება სხვაგან ვერ ამონახავი იყო და არ დააფასო რა, როგორც ვთქვი. არა, აქ ბაკებზე. ეგ უნდა მომწონს. კაი, ეხა ობიახლები დავასტოპოთ და მართლა მოგვიყევი. შენ ხარ პირველი სტუმარი ჩვენთან, რომელსაც ერმალო მაღრაძის ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. და მიჯდა მაგ ფილმში რა მომენტ. აბა, გაკნა რა, თეაში ვთამაშობ. თეაც არის. თეაში თამაშობს სერგოს. თეაში ვთამაშობ ტრანს თეასზე გაბრაზებულ გოგოს. ტრანს გავარ უბრალოდ, ხა? აი, არ დავაბრუნო. ხოდა ფილმებზე გვიბაზრია, სერიალებზე გვიბაზრია აქ რა და აი მაგ გამოცდილებაზე, რომელიც ეს ერმალოს იყო საოცრება. თან მიიღე. გეფიცებით ხალხო. ეს იყო, არ ვიცი, ნიჭერის ჩაწერაზე ერთ-ერთ კასტინგზე იყო მოსული, მოწვეული, როგორც მოწვეული. და მე მაშინდელმა რუსთავიორის უფროსობამ გადაწყვიტა, რომ ნიჭერის სახით ეჩქებინეთ კამერა. იმიტომ რომ ქონდა რაღაც პატარა მოცეცხლული კამერა. ნუ რა თქმა უნდა, რომ დავინახებთ, ანუ ბევრი ფილმი მაქვს სრულმეტრაჟიანი და გამორიცხული იყო ერმალო მაღრაძის ფილმში არ მეტამაშე, იმიტომ რომ ანუ აბსოლუტური გენიოსობაა ჩემი აზრით. ანუ ჩვეულებრივ შენ რა გონია რომ ეხლა ძალიან ახალგაზრდობიდან იღებდა ფილმებს თავის რამაც ხვიკვაძეებით და ისეთი მაგარი არტისტები ყავდა ჯონ მალკოვიჩი. ან ჯონ მალკოვიჩი რა გინდა სტალონეს ეჩალიჩება. ყავდა რა ჯონ მალკოვიჩი. სტალონეს ეჩალიჩება. სტალონეს მაგრა ეჩალიჩება. ქართული კარგი მსახიობები ყავდა ძველ ფილმებში. ხო და რომ მოვიდა, ნუ გული გამისკდა და თან ვუთხარი, ძალიან მინდა მეთქი თქვენ ფილმში თამაშით ხო და ჩემ ფილმში ძალიან ბევრს უნდა ვაკასო თამაშები. ეგრე სადარიო. ეგრე სადარიო და მანდ მივხვდი რომ ესე მარტივად არ მოხდება ის ჩემი მოხვედრა რა. ხო და კაროჩე მე მეთქი მეც პროფესიონალი მსახიობი ვარ მეთქი. გუში სპექტაკლზე ვხი. მეთქი და რაღაცა და კაროჩე დაგვიბარა მე და ჩემი მეგობარი თათუკა. რომელიც ჩემი პროდიუსერი იყო და იმასაც ჰქონდა ძალიან დიდი ოცნება რომ ფილმში გადაგაყო და დაგვიბარა გადაღებაზე მარჯანიშვილის მეტროსთან ხალხო. ანუ ეს მართლა მარჯანიშვილი, ეხლა ჩაიცუთა როგორც აღვირახსნილმა ქალებმაო. ბოზები ქვია. ბოზი. ხო და არ მინდოდა ეს თქვა თქვა. აღვირახსნილი ქალი. მეძავი, ჰა? მეძავი, ხო, კარგი სიტყვა. ღვირი და ეს ძველესი აღვირახსნილი პროფესიის წარმომადგენელი. პროფესია და პატივიცად ყველა პროფესია. აუცილებლად. მოკლედ მივედით გამოწყობილები წითელი პომადით, როგორც მაშინ ეხლაც ვარ. მივედით და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სასაცილო და ყველაზე ბედნიერი 2 საათი. აქ სევდიანი მუსიკა დავადოთ მაგრამ. კი. მე გავაკეთებ, მიდი შენ მოკეთე. მიდი შენი ბაზრა. როგორ? ეს აუყვე. ვიტო პირველი. აი რაღაც ისეთი ჩაბურეკები მოვა ხა? შია? კი, არ მიჭამო. ეს იყო ერმალო? მორჩა? არა, ხო და მოკლედ შეურეკი დაინახა და აღარ მინდა. აღარ მინდა. ხა და მოკლედ ძალიან კარგი და სოფი ლორენს მე. დედაკაცო, რა მაგარია დედაკაცო. ესე მე. ეს თალაპარაკო და რა მაგარია კაცო. ერთხელ ავნები და ერთხელ მიკეთებს. ეგრევე მიკეთებს. თქვენ არ იჭერთ იწყებდა ხოლმე სხვების დააჯიმოს ეგრევე. ეგრევე მიკეთებს, ეგრევე მიკეთებს. ანუ ხალხო მართლა გეუბნებით და რას მაკეთებინებ და რას მაკეთებინებ და ისე ანუ კადრი ხარია ესე სამჯერ უნდა გამომეორებინა ერთი სიტყვა. აი მაგალითად ესე ტექსტი უნდა. შეხედა ეს თეა, იგზის საწყლად, აი მაგალითად და ეს უნდა მეთქვა ესე. მატროს რო დაიცხებდე. შეხედე, ეს თეა, იგზის საწყლად. შეხედე, ეს თეა, იგზის საწყლად. და ერთ-ერთ სტოვებდა. შეხედე, ეს თეა. ხალხო სამჯერ მომეორებინებ და ყველას გვამეორებ და ტექსტებს რა. ძალიან საყვარელი და კადასარევი ადამიანი იყო და ხო და რა მერტმა აცხონოს რა. და მართლა ძალიან ეს გამოცდილება გაგეზიარებინა ჩვენ. ანუ ერმალო მაღრაძის მე აუჩი ბურეკი. მიდი დაიწყე. რითი არის, რისი ხორ? აქ მორჩა ეპიზოდი. იმიტომ რომ საჭაშნიკემ დაგვაყარა გემრიელობები. ეს იყო ერმალო მაღრაძე. ეს იყო ერმალო. ხო და არა მოკლედ კარგია რა ასწავლებს რა. ეგეთ რაღაც. დაიხარაშვები რა შევჭი. ეხლა რა შევჭი? YouTube-ზე აღარ ხარ ხო დროებით? YouTube-ზე ცოტა ხანი აღარ ვარ, იმიტომ რომ ფიზიკურად თეატრმა ძალიან შემიწოვა რა. ეს ჩემი რა ბაზარიაც ჰაერშია გამოკიდე. აი იყო ეგ.
ვიცი რომ კარგი იყო ხო ძალიან და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. საერთოდ არ უყურებდი, მაგრამ კაი იყო. ეს ეს მაგარი მე თეთრი ხუმრობა შეამზარიანე. ფულა გავიწერე რა. ხო, შემა. გაგარყავენ ეს გაგაფრენდო. მაგარი იუმორის პატრო. ყველა დაგიძახე გენიოსი. ეგრევე თავში აგივარდა. იცი რა მითხარი? რუსუდან. სანამ ჩაკვეჭდა დაასხა მაგ. დედას უტირებ ყველაფერს. აი აქ ჩამდის ხოლმე, ხო იცი? აქ ჩამდის ხოლმე და მე აქ. სანამ მაგას იზამ ცოტა ესთეტიური კადრში მინდა რომ თქვა რა. YouTube-ი რო შეადარო ტელევიზიას. ხო. ტელევიზიაში ძალიან ჭიფრი გაქვს მოჭრილი. სადიფრო გისტორდებოდა. ნახე, ტელევიზიაში ძალიან მისტორდებოდა, როცა ტელევიზიობდა. ხო. და ძალიან მაგრა ასწორებდა და ძალიან ბევრი ისეთი შოუები, საერთაშორისო შოუები წაიყვანა და ვისი ამოვიდა და დავამთავრე რა, ეხლა ტელევიზია აღარ გაგვაჩნია. შენ ნიჭიერიც ჟიურიშიც იყავი. დანაშენ რაც იყო საერთაშორისო, ყველაფერი მიმყავდა. ცეკვავენ მოვიგე და მიმყავდა. კარჩ ქალიდუტა. ერთ-ერთი ოპერატორის ხიფასახი. ხო, ქალიდუტას აღარ მედახიან, რუსკას მედახიან პიტერ. მე რუსუდანს დუტა. რუსკა და დუტა. მე რუსუდანს დაგიძახ. დამიძახე რა თქმა უნდა. რუსუდანი. თამ რუსა არ დამიძახო და ნაჩერად. რუსუდანი რა. უფრო რაღაცნაირად გიხდენთ უფრო რა. კაი, მადლობა ძალიან. ბუნკერში რუსუდანი ხარ. ხო და შენ ძალიან ნერვებს მიშლი უკვე. გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ. მიირთვი მე მე უნდა ვჭამო აქ. ხო, და ჩვენ გიხურებთ და ხელს გიშლით და ფუნახე კადრში ჭამს და რაღაცებს ვიძახ. ეგეთი ფორმატია. აი არც კიცხვენია. ერთი შეგელაპარაკება რაღაცეებს. სამი კაცის ხედავთ აქ და ამან დაიწყო ჭამაც. ჩაგვეწერა და მე ჭამა. დაიწყე რა ობიახლები. არა. არში ვარგო. არ მინდა ობიახლები. აური, წყალი დაუ. კაი, თამე. აი, ნახე როგორ ობიახლები. კაი, გაგისწორდება შენც. გაგისწორდება, კაი ობიახლები გვაქვს. ეს ძალიან საინტერესო ობიახლი გვაქვს. ქალები ძალიან დიდ სტრესს განიცდიან მაშინ, როცა სახლში ჩაივლიან და ხედავენ რომ მათი მეორე ნახევარი ისვენებს. აი წევს და არაფერს არ აკეთებს. აი ძალიან ისტრესებიან. კაცებს ვისტრესები მე. როგორ? ანუ კაციც რო წევს, მაგაზეც ხო, ქალები მეორე ნახევრები ყავს იქო. ძალიან ეროვნული. აი შენ ლაპარაკობ რომ ტიპი რო არაფერს არ აკეთებს. აი ეს შემოაქნევლება რა. კაცები ეს აქედან იდნენ. იმას კაცი მეორე ნახევრები ყოლია. როგორ ჩემზე იძახთი ტრანსი რა, აგე ტრანსი და ტრანსი და არა. ამათვაქვს გადაიჭრა. ტრანსი რაშუაშია? საგრაშუაში ვიყავი. მე არაფრის ფობია კი არა. მე არაფრის მომია არა. გაგიძრა ნახერას გიზავ. წავიდა. არ გაქვს მაგის ფობია? არანაირი ფობია. არა, იმის ფობიაც არა გაქვს. კი, არა, მარტო გულში რო ისინი არის, რო ტრიალებს წისქვილები, ელი. ხო. ჰომოფობია. მეგალოფობია მაგ. ფია მაგ. ეგ და დიდი ნივთების შიში. და ქალი რო ჩებურებს ჭამს, მან იბნევა. აი. აი, გამოვიწდა სადვარ, აი. ხო. ვის თავაპარაკო. ეჭვი მაქვს რომ ყველაზე მხიარულ ბუნკერს წერთ დღეს რა. ნუ ეჭვიანობ შენ ნუ დაიწყე ახლა. ხო მე ხო იცი როგორი ეჭვიანი. თემური. ხო და რას ვიძახ? დამავა. შენ გაღიზიანებ სახში რო ჩაივლი და კაცი რო წევს. ნუ მარტო შენ როგორც X ტრანსპორტირება. მე თვითონ რომ წევარ და ამის მართლა აღიზიანებს. აი, მართლა აღიზიანებს ეგ. რამალე წაგიკითხა შეჩემა. წამოწოლილი ვარ, ჩემი თომი მოგიზია. ეგ არ მერგება რა. მეც მაგიზიანი. შენი ნაშარო წამოწოლილია. აი შენ უნდა დავისვენა და მარტო წევარ რა. ოთარი რო წამოწოლილია ნერვებს. ოთარი რო წამოწოლილი ყოფილა. ამისი ოთარი. ხო. მაგაზე ეშლება ნერვები, ეუნება. ასე კი ოთარი. ის ძალიან ჯილუტი ნუკის ხო ისნობ. ის ყავს ძალიან ჯილუტი. ნუკის. კოშკელი შუს კი როგორ არ ვიცი. ოთო გახსოვს? ქერა. ჩემი ძმაკაცი არის. აბა მაშინ შაუგრემანი იყო. ახ ძალიან ბევრი ხნის წინ, ხო? ძალიან დიდი ხანი, 10 ძალიან წლის. დიდი ხანი. ბაღში, საბავშვო. ხო, კი. ხო, მახსოვს, გახსოვს? კი, ეგ ბიჭი როგორ მე არ მგონი მაგისგან გაგიცანი შენ ადრე. მართლა? მე ვაფშე არ ვიცოდი რომ გიცნობდი. მეც არ ვიცოდი. ეხლა გამახსენე ოთო რო თქვი მაგაზე დავლინკე. მართლა? სახელიც პროსტა ვთქვი. ხო, შენ თავს ვიცავარ. ქერა. რა ნომერზე ხარ? ხედავ როგორ გეპათხალებოდა. ხო, რატო ჭამ მარტო მე გაგჭირდა. სპეციალურად თო დაგაშეიმი. ნიკოს გადაიღე. არ მინდა მე მკვები რუსუდანის ჭამას რო უყურებ მაგით საზრდოობ მე. ერთ ხინკალს გადმოვიდე რა. მე ხინკალი. ეს არ არის ხინკალი. კონდეს გაგჭირდება. არც ეგ არ არის ხინკალი. აი ეს არის ხინკალი. ო, ეგა. და მოეთქნება ყველაფერი. იდი, მეც ჭიქაც ხონდა.
საათს მოვიხდი. არა, ცალი ხელი. დაგვიანდა საათი დაგვიანდა. ხალხი, გენიოსია მეთქი. მან მალე ადვილი გონიათ ეგეთი რაღაცების სპონტანურად კეთება. აბა, სიგიჟე. ვაა, ხაღას ხინკალი. მიერთით ბიჭებო. გადადი ობიახლებზე. კარჯი ერთი ობიახლიც რა, თორე ამან იმენა ობიახლები გაიგდო წეშქოშეცემა და არ მინდა ჭამე რა. მიდი. არც ობიახლს გაცდის და. მოკლედ ძალიან საინტერესო მამაკაცია, ნახე რა ვიძე. ძალიან საყვარელია, კი. ხო, ეს არის 71 წლის რუანდელი კალიქსე ნზამუიტა, რომელსაც ქალების ფობია აქვს. 50 წელი არის ქალების ფობია. მაგ ფობიით არის დაავადებული. გინოფობია. პირველად გავიგე, რომ ქალების ფობია არსებობს. კი, და აი ამ ტიპს აქვს რა. და რაში გამოიხატება? საკუთარ სახლზე კერძო ბაიძე ცხოვრობს და 5 მეტრიანი ღობე აქვს შემოვლებული. რომ ანუ ქალი არც კი დაინახოს. მაგრამ არა, და ქალები ზრუნავენ მაინც მასზე და ღობიდან უყრიან საჭმელს, ტანსაცმელს და რაღაცა. ანუ ქალთან ესე იგი არც წოლილა ქალთან? არა, გინოფობია ხო ქვია? ხო. მაგ ადგილს რა დაარქვა, იცი? ვინც ესე რაღაც შტერლობა. გინოპერედაის. მარტო არის. აუ ისე ყველა კაცის პერედაისი. მიერება ეგ არ არის, აი მარტო რო ქალის გარეშე. ეგ თემურს ვკითხოთ, მოდი, თემური არის. ა თქვენ არ ცხოვრობთ მარტო? ჩვენ არ. ერთად ცხოვრობთ ხოლმე ძველ ფერმაში. ხორცვარი დაკამეჭი, ია. ღერის ბუკა, ბუკა. მიდი შეჩემ. ბუკა, ღერის ბუკა. მე დაუბუკა ძალიან. მაგითო გითხარი, იქ გაიწია თქო. და მაგასაც ჩაუწიე. აუჩი კადიაკედა, ახალი თანაწამყვანი. ახალი მუდმივი თანაწამყვანი ვარ მე. კი ბატონო. აქ. აუ რა კაი. ეს დაღებე როგორ დაიფოხმა. ეგ არის რა. ბიჭო, всё, ჯგუფები შენ პროდიუსერად რო გადაგვიარდინა? კი, ფაქტურასთან უკა პროდიუსერად გადადი, შენ რაღაც ტექსტები, რაღაცები. პროდიუსერი ობიახლები გაუხალისე ხოლმე გული. ერთი მართლა რაც უკას ვერ დაუკარგავ არის ძალიან კარგი რული რა, კოჭები. კოჭები რა. დეთის პროჭები. და ძალიან კარგი მღერის, კარგად მღერის. ძალიან კარგი მღერის. ძალიან კარგი მღერის. და ვერასდროს ვერ ჩავასახებინეთ საღარო რა, შენ რეგისტრდება? მოდი, ეხ შენ წაიგე. არასდროს არ წაგიკითხავს, მოდი, აბა. როგორ კითხულობ თემ? ობიახლის წავკითხავ, წამოვა ობიახლებს ეტაკება, ხო? იმიტომ რომ ჩამოლაბორა. ბიჭო, ვერ მორჩი ჭამას და რა. ჩემი ჭამა რა გიშლის მინდი წამიკითხე რა. ვერ გებაზრებ. აი იმ კაცზე მითხარი, მე გებაზრებ. მიდი ბუკაში. კაცზე მითხარი, ანუ რატო არ უნდა ქალები? რატო არ ყავს ხალხი და რა? რის რომ რას უზამე? შენ რის ფობია? მე კრეტინობების ძალიან ბევრი კრეტინობა. ერთი კრეტინობა გააზრე. აი ტოპ კრეტინობა. დავი, ყველამ ჩვენი ფობია. ბაზარი მე ღამურების ფობია მაქვს, გიჟივით. ბეთ ფობია გაქვს. ხო, ძალიან შემოძეს ლოგინში. როგორ? ისე მეშინია მაგაზე. ლოგინში ჩამივარ და მეც მაგიტო მეშინ დამეცრა. ანუ გული გამისწა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ეს მკვდარი ღამურა ავიღე და გავშალე, ფთები გავუშალე. მაინც ჯუტკია რა. მაგის მერე ბეტმენი გახ. მაგის მე ბეტვუმენი ვარ. ბეტვუმენი. ბეტმენი არ ვარ. და ფობიები რა მაქვს? ზირო შენ. ზირო. თქვენი. და ახლა მე გეკნა. ახლა გაგაცნობთ ერთ ობიახლის სამასთან დაკავშირებით. მორჩა შენ. ობიახლებს მოიცა. აი შენ ფობია დავიკითხე. რის ფობია გაქვს შენ? ფობია? კამერის. შეიძლება. გაქვს? შეხედე კამერას თვალებში. ვერ უყურე. შეხედე. დაგამარცხებინებ. მიდი. აი ისე კვიტო. დამამარცხებინა, კვიტო დაგამარცხებია. სად გა? ლობა ირანს. და მე იცი რის ფობია მაქვს მართლა. ფობია? მაგას ქვია მეგალოფობია რა. წიშქვილების. აი ძალიან დიდი რაღაცები, ხო. აი მაგალითად დიდი ტანკერი პირველად რომ ნახე. ბათუმში. შეშინია? აი თან მეშინია, თან მევასწრა გზარავს. ხო. მე ტრიპოფობია მაქვს უმძიმეს. ტრიპოფობია რა. უმძიმე, ტრიპოწერტილების ო, კი. ის აი ნახე. წარმოდგენითაც სუდად ხვდები, კოპლებიან რაღაცები. კი, ის ნახე ბავშვის, ანუ პატარა ბავშვის რენტგენი, ძალიან ბევრი კბილები რო აქვს ზემოდან და ქვემოდან. არ მინახავს. ეგრევე თუ გავხდები. აუ, რადგან თან ბევრჯერ უყურებდი. თან რატო ნახე? ვიღიზიანებდი ხო ხო, ვიღიზიანებ. ხო, ეგ იშინებდი თავს. მანიაზმი. ხო. აი ეს კბილები ხო ამოსდის ბავშვს რა და ის რაც აქ ჩაწყობილი. და ზემოდან კიდე რო ჩამოდის და რენტგენი მაქვს მაგის ნანახი და აი მაგრამ
ტრიფოპოზიასთან შუაშია. არაფერ შუაში არა. უბრალოდ ფობიებთან. ფობიახლებით ხო. თემო, აბა. გასულ კვირას ორეგონის შტატში უფლორი გაქვს? დრო ატარებინე. არა, ეს ამის სად გაიხდა გასულ კვირას? არ გასულ, სალი ხარ უდუმასული. გასულ კვირას. მიდი. გასულ კვირას ორეგონის შტატში კაცი მოყვა ავარიაში ავტომობილით, რომელიც იყო მოპარული. აი ალექსას აქ კეპზე აქ დამაგრებული. კეპზე. იქ მე ტიტრები ხო? მიდი ორეგონის შტატი. დაეჯახა ქალს, რომელიც ასევე მოპარულ ავტომობილს მართავდა. ანუ ეს ტიპიც მოპარული. იმასაც მოპარული მანქანა ყავდა და ამ ქალსაც მოპარული მანქანა ყავდა და დაეჯახდნენ ერთმანეთს. კი. ვაფშე არ მეცილება ისტორია. არა, კარგად აკეთე. გავამხნევოთ. მე არ მქონდა გამოსვლილი. ესე რო კარგია. შემდეგ ის მომზადებული. ამას დააბრალი შეჩემო. მე რას მე მაგარ? მომეწონა. კარგად წაიკ. კარგად. ათის უმეწა ვიკითხავ ხოლმე და არ გამიშვათ ბუნკერი. ხალხი შეაფასე. ვინ მოგაგიშვა შენ ბუნკერში? შენ არ ჩამანაცვლე, ზოგან არ მაგდებდი. ოდო შენ არ გიშვა? პრინციპუარი მე. მაგარი, ერი ჰა. როგორც აწყობს? ბუკა თუ წავა მე წავა. დარჩები მარტო ყლესავით მე. რატო ესეც არის? ერთად წავიდე. დავჩებით ორნი. ხმა. ანუ ორნი მაგარი კარგად დარჩები. ორნი საკაიფო. მე მესამეს ვინმე შე მახარას რო უთხრა უეჭველი გაიჩიტება. მახარა გაიჩიტება კი ბატონო, შენ მეგობარი. კი ბატონო, მე შენ და თემური ცალკე ახი მე ტერაქს მოვაწვე. ფიფა-ი თამაშობ. პროსტა ორ თამაშია. კაი, რუსუდან მოკლედ. კაი, მე მგონია კარი ჭიმდებათ ერთი მათ ჩემნაირი. არის ხო და იყავი მე. არ გვაქვს ჩვენ მე პრეტენზია. ვიფული მომენტი დავწერე. 8 ლარს გმოგცემ. 8 ლარი გვაქვს. 10 და მოვაყევი. 10 და 93 10 ხوارი ვიხდება. სადაც ხوارი 93 ცენტი. არ ვიცი. დრო არ მიხარ. ხო, ჩვენ მონეტიზაციით 93 ცენტი დავაგროვეთ. უკვე? არის ჩვენ არაფერი არა ხარ მანდაც პატარა წელს გაგიზრობთ რა. 10 ლარი და პატარა წილი. მაკუდია გაიზრდა. ძალიან ცუდია საქართველოში რომ ეგეთი ბანძი მონეტიზაცია რა. ყველაფერში რანაირად ვაკეთებ. TikTok-ზეც რო ეგრე ვარ. TikTok-ზე დაგვიბლოკეს ვაფშე. Instagram-ში საერთოდ არ ვიხდის. მე და შევწეროთ მინდა. მე თქვენ ჩავწეროთ იცი რომელი TikTok-ი? ერთი მაქვს ერთი ესეთი ხუმრობა მაქვს. დალიაში ლამდი ხვირი აქვს რა. მიდი. მინდა? შენ ახენას ხვანაირი გაქვს, აქედან თითქოს არ გაქვს. ხო და აი მაგაში მთელი საიტად არ უნდა მიიღო ეს მოდის და აქედან ეს არ მოდის. მამა ჩემი მეღადავებოდა ეს რომ ხორი. წინიდანაც პროფილში დგახარო. ხო და რანაირად ახლა? მაშინ კი არ მეგეგა. ხოლი ყავს. არა, შეყვარება. შენ ხო მამას გიწევს ხოლმე. მოწონ შენი კი, ხოლი. ძალიან. თავი ეგრეთ ხო შემოხედა ჩემ ხოლს შეხ. მოდი რა. ერთი TikTok-ი უცხოდ. რაღაც შეკითხვა მაქვს რა, ვის უფრო ლამაზი ცხვირი აქვს, მე თუ რუსკას? ყველაზე ლამაზი TikTok-ია. აბა ესე დამოდე ესე. დაწერეთ. ესე. აბა თუ ცალკე ეპიზოდი დაიწყეს იქით. დაწერეთ კომენტარებში. თემო მოდი ობიახლებს. და ეს მუწუკებია ყველა არ დაიწყოთ ისტერიკას მოწავდე. აი აღარ მინდა ობიახლ. ტვინი არ მოთხნათ. და ეს უბრალოდ ის არის რა ქვია. შრამი. მოკლედ რუსუდან. რემოდელი ეპიზოდის თემის მოფიქრება დაგვაუწყდა. რა გვინდა თემა? და არა, გვინდა. მოდი ვიბაზროთ ობიახლებს. შენზე როგორც ინფლუენსერზე. ოღონდ ძალიან თხლად რა. შინელი აი ძალიან. სიცხემო. გავლენიანი ადამიანი. ხო, ნუ ეგრე არ ჯობია? ყველა ხალი გავლენიანი. არა და უფრო მეტი. ხალი მე ხალი არ ხალხი მეტი ვარ. ხო, გავლენიანი ხო ინფლუენსერის საშინელებად რაღაც გააბანძე სამყარო. აი რაც გინდა ის დაარქვი რა. კაი, ერობა. უფრო კაი კითხვა მაქვს რა. მიდი. ვინ არის შენი საყვარელი ინფლუენსერი? ერთ ყავს. ჩემს გარდა. ყველაზე მეტად თქვენ. საზიზღარე? აწი თქვენ. არც მაგას არ ვიტყვი. მე ვიტყვი რა. მეცა ვინ მეზიზრება? არა, თან ბიჭო ეს აპასნები არიან რა ეს TikTok-ის ინფლუენსერები რა. რამე არ მოეწონებათ, ეგრევე ჩრთავენ ლაივს. ეხლა მომისმინეთ ყველამ. ეხლა მე გადავწყვიტე, აი მე ისიგიდან პასუხს უბრუნებს, მე ეს აქედან კიდე ეხლა სკრინებს უგდებს და აი რაღაც მარაზმში არის. ქართული TikTok-ი ხო ზოგადად მაგით საზრდოობს. რაც მეტი დედის დაგიკალებს. ხო, ეგეც არის. წვილები რო ჩალიჩობენ რა. ოღონდ ყველა არა. ძალიან ბევრი არიან ესე წყვილებად და ძალიან საყვარლები არიან, იცი რა? სადაც იუმორი 90% მეზიზრებიან. შეკავჭ მეგონი არავინ არ გიყვარს დედამ. თავის და გარდა. შენი თავის გარდა, მადლობ ჩემო სიცოცხლე. ევოსეო, თავის მაგრა ევოსეო. ჩაგიგიხარ. გაიშიფრე. მინდა თუ რა რაღაცეები. აბა რა შეჩეო, მაგისტრის ხარ. მიდი რა თქმა უნდა. გამო შენ ციკ გაიხედე და ისე თქვი. აი ეგ. მე ვიხადებ. ალექსას გასტრესილი. ხო, მაგიტო რამ იქნება. დაგსტრესა ჩემო სიცოცხლე? ან ვინ? ფილტრო ვიღუძე სუმაკ კუჭი აშლი. კუჭი სხვათა შორის ძალიან კარგი სხვა მოწეს. არ უჩივი კუჭის საათით აქ აწყობილი. ტვინში მაგ ძალიან ძრეული რა. რა პონჩი?
სულ არ გაღიზიანებული რა. ხო. ოღონდ აი 80% არ ვარ გაღიზიანებული. 20% როცა სულ, ოღონდ 80%. ჩემი არითმეტიკაც ჩემებული მაქვს რა. ორობით სისტემაში. მაგარი დაზრებულია. 20% დააკვირდია. აი ტერაქტი მინდა ხოლმე რომ ან დაჟე 20%-ზე ხარ უკვე ეს ემძიმე და 100%-ზე 80 ფარავს რა. ხო. რატო გვიყვები მაგას რო რა გინდა? მომოვიღო რა. მე მემწერს ხოლმე გინდა გაგაღიზიანო. კი, აი მე კი, ჩქარა გაგაღიზიანო, ჩქარა. კი, მართლა იქ. მე გამიყოფს მე და ერთად გაღიზიანებულები ვარ და სადღაც შუადღე როგორ რაღაც დება ხოლმე ეს მარა. ის გამო შემიძლია ეს ტიპს თავში ვესროლო? რის გამო? ჩემო სიცოცხლე. ო მართლა შემიძლია ტიპს თავში ვესროლო. აი ხა ცემნერა ცოტა ცემლებში უნდა გადაყვი. არა, ეხა ვერ ვიტებ. თან კაბაბი გადაიღე. აუ ქაბაბი მეც მინდა რა. კალი მაგ. მოგიტო ქაბაბი მომიწვა. მოგაწვით. თან ბიჭო ძალიან ჯიგარი ვარ რა. ხო. მეც გეჭიროსო და რაღაც პონჩი კეთილი ვარ. მაგრამ აი ის 20% როცა მიბზვის. ხო და რასაკეთებ? ამის რასაკეთებ? რა შვები? აი რაში გამოხატება? ადრე მაგალითად შენი სიბრაზე. ხშირად ჩხუბობდი ეს ხვირი ეგ მაგიტო მაგეთი ლამაზი რა. აი ჩხუბი ხო მე? ძალიან ხშირად ეხა აღარ ჩხუბობ. დავიღალე ეხა. უკვე ჩემი სიტუაცია. რამდენი წლის ხარ? 35. ძალიან ეს. ჩემზე პატარა ხარ? რანაირად ახერხებთ? შენც პატარა ხარ ჩემზე? შენ ამდენი წელი ხარ? ნუ ეხა უკვე 39-ის გავხდი 27-ში. 27 გეტყობა. ოქტომბერს. იმაში არის 24 წლის. 24. просто 47-ზე. ეს ყველაზე მალე დაგვიბერდა. მართლა 24 წლის არის ხალხო თუ იტყუება? ხო იტყუება. რა იციან აი ხა იმათ მაგრამ რამამდენი წელი. რაში აინტერესებს? ალექსა ვიცი ალექსი იცი რამდენი წლის არის? დაბადების დღეს უნდა მითხარი მართლა რამდენი წლის ხარ? 20 პლუს. არ ხარ 24-ის რანაირად? შეჩემა რა ნაშასავი. 31. მაინც არ მომიგიდე ერთი ქაბაბი ირაკლი. ეს კაი ქაბაბი იყო. ხო და ეს ჩემი აგრესია მიდის თემურისთან დილას. ხო, მე ფანტაზიებს და ეს რა ფანტაზიებია მე. აი მაგალითად ტერაქტის მოწყობა. აი რა არის ახლა ეგ რა? ძალიან მინდა რომ აი აუთ ამ მოშ მითხარი რა სახის ტერაქტი აბა? აფეთქება რა. ხალხი რომ ის ჩაიხოცოს როგორ რა. მოკალათ და ნახე. რატო? მიუწუწკდა. აი აგრესია. ჭორაოდ გამიმზადა. რატო მითხარი? რატო გინდა ხალხის დახოცვა? ყველაფერზე მეშლება ნერვი. აი მაგალითად ეს იყო ფსიქოთერაპია ბუნკერში. მომეწოდი ეს რომ შევიდე მაღაზია თუნდაც რა. და გამარჯვებას ვარ სამსობა აი იმ დღეს ფოტოშოპის რაღაცა კაი საინტერესო რაღაცები გავძარი და ნათია თოკ იცი ეგ მაგარი ძალიან მაგარი ქაბაბი ხوار კი კოპლეტი აქვს რა თოლიას მაღაზიაში იყო და შევიდა ნაკინი მე გადავარე პოსტი ეს გადაწყდა ხო იცი რაზეც გიყვარდა კი გადამიდევს TikTok-ზე მიდევს TikTok-ზე მიდევს კი ძალიან მეც ძალიან მომეწონა რომ თოლიას ნაკინის ჩამოსხმელთან შევიდა და ეუბნება რომ ეს გოგო იცახს რომ რა ვიცი აი ზეგამდე შეიძლება 50000 ლარი დამჭირდეს და 60 ზეგო 50-იო გამარჯვებას არ მეუბნება ხვალ დამჭირდება ზეგო არ არის პრობლემა ანუ ეს შედიან ფულს ბიჭო და იმას რო აპირებდი ჩემო რემონტს აი ესე ეუბნება მე ისე რო ხვდებით ამ ხალხს თითქოს აი ჩიპი ურთიერთობაში მოჭრდა მე ის ასწორებს რომ ის ადამიანებიც ეგრე შეგხვდებიან და ესე ხვდებიან ის ადამიანი შენ გონია რომ ყოველთვის ეს სტუმარი გიყოლება ძალიან ცდები კარგად ვძანებ ერთი 10 ყავდა უკვე აუ ეს იყო რუსუდან მაყაშვილი რის სასწავლო კომანდის დასმა არა ხო ვერ ჩერდები ერთად დილას მართლა ვერ ჩერდები ერთად დილას აი ეგ რა არის აი ვერ არ ვიცი ADHD-ს არ ვიცი მაშინ არ ვიცი რა ერქვა ADHD ეგეც მოდაში როა ეგ ADHD მე მაქვს აი რო იწყია ხოლმე რა უცებ რო იწყიან მე მაქვს ის დაავადება რა ქვია იმას მიდი ზიზღი ამოვიდა ბიპოლარული აშრებობა აი რუსკას აქ აშკარად დაგროვებული ზიზღი და მოვიდა ბუნკერში ჩასაყარებლად ნახე ეგ თქვენი ბრალია ანუ რო ამბობენ რომ ბიპოლარული აშრებობა მაქვს ანუ რატო ეხუმრებიან ამ სერიოზულ დაავადებას მართლა შენ გააქვს არა ბიპოლარული აშლილობა მე დეპრესია არ გახსოვს ერთი პერიოდი დეპრესია მაქვს და პროსტა პახმელიაზე იყო ყველა კალიკებზე რო იჯდა მთელი ესაც აკეთებდა ეგრე სტორებში მეგობრებო დეპრესია მაქვს და მინდა რომ დამეხმაროთ არა დღეს გამოვიწერ და არ ყავარ გამოწერილი არჩენ და არჩენ მართლა ამას ათხარ მე მოიცადე აი მეგობრებო სტუმარი იცი რატო არ ყავს ნახე დღეს სტუმართან ერთად ვიწერ რა ნახე დღეს ფული ვიპოვე რომ მოვდიოდი თქვენთან ატრაგე რამდენია $100 ეგ არ არის ნაღდი $100 მალა მეუნევი მაგრამ ესენი ვინ არიან მოვიდა ჭიქები მოვიდა თავი როლამაზია ეს როგორ უნდა ვჭამო არ ვიცი სხვენია რუსანა რა იყო რა ამბავია რუსანა მადლობა ო კაი ჩაუზომაკაცეთ ახლა რომ დავაი მიდი გამოვწერე სადღაც ტრაქში რო არ წავიდოს ეგ მესიჯი ხო და გამომიწერე გამოგიწერე აბა საერთოდ
სახელი შევცვალე, ვეღარ გადმოვცვალე უკან. მოიცადე, სათხარ, უბრალოდ ნიკოლოზი ხარ? ნორი. შენ გაყიდი გადაცემი. всё, კარჩი რომ მოგწერ არ დაიწყო. აი მე არ მინახავ, სხვაგან მივიდა და ძალიან კარგი. და ის ანგარიშნომი ჩააგდე რომ 10 ანგარიშნომი 10 ლარი გადმოვიხეთ და ყველა გადაცემის მერე 10 ლარი. ბაზარი არა. ხო, 10 ლარი. სადაც ხარ თუ არ ხარ მაინც? 40 წელს და კაი. ყველგან იქნები? ხო. და სტუმარი. იცოდე ამას ამოგინათ ეცარა მაგრამ. კარგი. მაგრამ თვითონ როგორც ახსენა, უპრინციპო ვარო მე. უპრინციპო საერთოდ არა. ხო? რა სწორად. წეგა ხო დაგვეთახმე რო კი. ძალიან არ მაქვს ვერ გავიგებ. ძალიან არგებლიანი ადამიანი. კი, ბაზარი არა. მიცი რა არის, მე შევატყვე რომ ბევრი რაღაცა გეზიზღება ძალიან. არაფერი არ მეზიზღება. ბევრი ვიღაცაც ეზიზღება. არავინ არ მეზიზღება, პუტინი მეზიზღება. აბა ინფლუენსერებზე რო თქვი რომ ყველა მეზიზღება. თქვი მეზიზღება მეთქი, სად პუტინი ინფლუენსერები ეზიზღება. არა, პუტინის ინფლუენსერები მეზიზღებია. როსკა შეიძლება არ თქვა რომ მაგრამ იგზნო. სიტყვა სიტყვით რომ აი მე ცხვირი დაჭამე. ჩვენ საინტერესო რაღაცები ძახის ხო? რა მომაზ რუსთან მიირთვი რა. არ მინდა, მე ეს არის ბარკალი? დავაკომპლექსეთ წეგანში. ჩებურეკმა კაროში აი მომცელა რა. ხო, ბურეკო დაგაკომპლექსა. არა დამაკომპლექსა კაცო. ისე მიყურებდით, ან ახლა მე მე გიყურებ. ვაფშე არ გიყურებ. ვერ. ხურის მოჭი ვერ. ჩარებული. არა, კაპლას ხედავ არა, აქედან დაწეულია. მოიც სუმა ვიწდება. აქეთ აი ეს რეყურები საერთოდ არ გიჩანს ხო ეს სისხლი ესეთი მოხვეული ევას პავარო. ვოლდემორს გავხარ შეჩემ. იმე ევას პავარო, სად არის შენი წყური ევას პავარო? ხო გახსოვს ეგ გამოწვა. აი ხუმრობა ეს არის. შენ აი ხუმრობა გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა მორჩი. ყოჩა. რანაირად? ერთით-ერთ. ხელი მოწია. კიდე მე მაგ რა კიდე ცუდი ხუმრობები და გააძრეთ, უბიახლები წაიკითხეთ. ის ჯინოფერე და ის თუ გინოფერე და ის ხომ მოგეწონა. მომე რა. ძალიან მომეზონა. ხელსაყოც. ეგ შაგეთვალა. იკო მე შენკენ ვარ. მართალი. ძალიან დაზლობა იყო შეჩემ. გამოკლედი მე რა. ხო, მაგრამ კონკრეტული თემაა ხოლმე არ სწორი საჭირო. დამხოცე. ბურთლავდა. ხო, არ ჩანს. კონკრეტული თემაა ხოლმე საჭირო. ო, კაი ხალხა, კაი საათი კეთია. კი. კაი არ კვიტოს ლუქს მოუხდინე ეს საათი, თორე სხვაც მოხდა. მა ხო. მე რო ჩამეხუტება ლამაზი. ხო და ეს ჩანს საკაიფოთ რა. ეს არის ჩვენი სპონსორი. ეხლა ცოტა ემოციური გავხდები რა. სპონსორია. აი მოვადრო და ეგეც სპონსორი. საერთაშორისო სპონსორები ყავს. სეიკოა ჩვენ ჩვენ ხო საერთაშორისო სპონსორები ყავს ჩვენ. კონთ პროსტა product placement-ში ვიღოთ მაყურს. არ ვასრულთ არაფერს. ვა, ძალიან კაი იყო ხინკალი. ქუთაისში რო ყოფილი სეიკო რას დაარქმევდა. რა. უკვე გაია. რა. ქვი. რეიკო. რეიკო. ბიჭო, ამ ლამაზ ნოტაზე ის რომ მომაწოდო ჩემიც, მაგრამ 300 ყოფილა 500. მეგობრებო, ვის ჩუქნით 300 ლარი? ეხლა. ორი თალი ერთად გადაიღე. დავაი. ეს ჩაი არის. საჭაშნიკეს ის არის, რა ქვია? მორბენო. არა, ეგრე კი არ უნდა ჩაიარო, მაგრამ მიდი, კაია. განახე, კაცო, ეგრე არა, განახე ფეხა როგორ უნდა. მანახე. ეს. ჩანო არა აქ? ეს ერთი საცოდავი კამერა რა არის? ეს ჩანვა? არა, ამან დაღარჩა. აბა, მაშინ ისე აზრი არ აქვს, რომ გამოდიან ხოლმე ქალები. რინგზე. ინფლუენსერები ვაფშე. უიფურთხები რა, გეხვეწები რა. ყველა ჩემ თებსზეა. აპატია. და მე ჭამეო კიდე მეუბნება. ხელები ის კონდეს წევა როგორც ხონა. თებს გამოდის. არ მინდა. მეგობრებო, ხატი საჭაშნიკემ დამასვილი ხო? გადაწყვიტა რომ ჩვენ გამომწერებს. კიდე რამე, კიდე რაღაცას დავიწყეთ. გადაწყვიტა რომ ჩვენ გამომწერებს. კიდე დავაი, ჭიქები, ეხა ჭიქები. აი მეებში გამიჭხია ჭიქები. თავზე ხინკალი რო დაგადო. თავზე ხინკალი და ეხა მომიწადე. აი თავზე ხინკალი რო დაგადო, რამე პრობლემაა? რა უნდა ციკლისთან? შენ ვერაფერს ვერ გასწავლე. ანდარ მომიყვანო, უკვე მითხრა. ზედაც აი ამაზე რო დაღერაჭის ისედაც. მიდი თქვი ნიკოლოზ. თან უკბიჩე და მე რა იდაპარაკე. მიდი. არა, ეგ გეჭიროს. მომწმინდა რა. არა, მიდი. თვითონ თქვა. საჭაშნიკემ გადაწყვიტა რომ ჩვენ გამომწერებს. მივარდება ეს 300 ლარიანი ვაუჩერია, მათ ხელს მიშლი შეჩემა. ვაუჩერი გაასწორე. ადგენა მაგ. ვაუჩერი გაასწორე. აი ეს. საჭაშნიკემ გადაწყვიტა რომ ჩვენ გამომწერებს 300 ლარიანი ვაუჩერი. ხინკალს თავზე არ დავიდებო. მე თავიდან მე ხინკალ თავზე არ დავიდებო. გაჩერდი ერთ გავაჩუმე. არა, არ გაჩენდი. მეგობრებო, საჭაშნიკემ გადაწყვიტა რომ 300 ლარიანი ვაჩუკერი
ვაჩუკერი, კაია. ვაჩუკერი? სამასლარიანი ვაჩუკერი გადათამაშა ჩვენი გამომწერები. უეჭველი ვაჩუკერი უნდა ერქოს. შემდეგი უნდა იყოს ვაჩუკერი. შო, აწი ვაჩუკერი. ანუ ვაჩუკერს ვაუჩერი. დაიბადა. ვაჩუკერს ვაჩუკერი. მარკეტინგი სად არის? ვაჩუკერი. აქ ვარ. ვაჩუკერი. ალექსას ყალეზე უკიდი ვარ. მაგრამ მესიჯობს ვიღაცას და დავიღალეთ კარაკი. მალე. საჭოში იქნება გადაწყვიტა რომ ჩვენი გამომწერებს ვაჩუკერი გაათამაშოს ჩვენი გამომწერებისთვის და თავარი პირობა ნიკოლოს მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, უნდა გამოიწეროთ საჭაშნიკეს Instagram არხი, რომელიც აღწერაში იქნება თუ არ დავავიწყდება. ესეც თქვენ ხომ და ბუნკერის YouTube არხი უნდა გამოიწეროთ, სხვა არხები არ არის ახლა საინტერესო. და აუცილებლად უნდა დაწეროთ კომენტარში. მუსკას Instagram-იც უნდა თქვენი ყველა საქართველოს არის გამოწერილია, იცი რატო? იცი რამდენი გამოწერილი მყავს? ნამდვილი. კაი, გააგზელე შენ. და უნდა დაწეროთ YouTube აი ამ ეპიზოდის კომენტარებში თქვენი საყვარელი ქართული კერძის სახელი და რენდომ შევარჩევთ ვინმე ჩვენ შინაურს. კომენტარი დავიწერეთ. რენდომ გავითამაშებთ და ვაჩუქებთ ამ სამასლარიან ვაუჩერს. ვაუჩერს არა, ვაჩუკერს. პირადად მოგწირა დაუჩეს, აი ესე მოგიტანთ. პირადად თეიმურას გადმოგცემს ამ ვაჩუქებს. აი ამ ხოდით თან, აი ამ ვიძე მოვა. ასე რომ კომენტარები არ დაიზაროთ და ორიგინალში ეგრეა. სამასლარად პროსტა იმდენ გემრიელ რაღაცას შეჭამთ აქ. რო აზრი არა აქვს რა. კიდე იქნება მე რაღაც ბადარა გათამაშებები, ესე დავიწყოთ რა. კაი. ასე რომ კომენტარებს მიაწექით. ახლა მიგაქ ეს ვაუჩერი თუ ესე თავგო? მე ხუდი იპო. არა, გადაცემის მომენტი შემიძლია მეჭიროს ესე. ჯისის კურკაცა აქვს და ჯისის კურკაცა აქვს, ან ხუდი იპოვე რამე და ჩააძერია. შენი ხავდი ეგრე. უდიპოვე ჩემი თავი. კაი, ხელს ხო არ გიშლით. ოდი შეიძლება ბავშვების თემა იყო. რა მქონდა? ვაჩუკერი, ვაჩუკერი ძალიან კაია. აღარ თქვათ რა ვაუჩერი რა. ვაჩუკერი, გადის ვაჩუკერი. თუ ჩაამატეთ. აი და აი მაგიდაგა. ნახე. ვაჩუკერი არის ფანტასტიკური. დაგხვე იმას ობიახლი თუ რაღაცა. ობიახლი გაქვთ. ვაჩუკერი გაქვთ, ანუ თქვენი პონტები გეჩითებათ რა. აი თქვენი რაღაც პონტები გეჩითებათ და ძალიან კარგია. აი ეს ვაჩუკერს. აჰა. ოპა. ქ გვინდა იქ. აი ეს ჩემიც არის, მეც ვაჩუკერი. და ჩვენ რატო არ გვაძლევთო? არ ვიცი. ხამ ეგრევე გამომართავ ხარ. მე შენ წაგიყვან, შენ გაჭირე. როდის კისრულო? ანუ როცა მეტყვით აწი რა ვიცი. კარში დარეკე რა. დავრეკა. აგარში ნომერს ჩააგდებ, მე ჩემ ნომერს ჩაგდებ. 10 ლარი ჩაურიცხოთ. ეს რო გადავიცვალოთ 300 ლარში არ შეიძლება? ტიპი 200 ლარში თავს თუ გინდა. 200 ლარში ცulis ერთ ტიპი. თუ გაგისტორდება, გაგიქეშებს თავისებური კურსით. 300 ლარიან 200 ლარი. აუზოშტა. აი, რა გავაკეთოთ ახლა? დასაბრედია. იბაზოთ კიდე ობიახლებზე? არა, ობიახლებზე რა მეგონი povibazot. უკვე იქ ბავშვები, ამბები, ხალხს ხო არ უშლით ხელს? არ ვიცი. ალექს, ხალხს ხო არ უშლით ხელს? ალექსა მითხრა რომ არაო. გააგზელე თუ ალექსამ. ალექსამ თუ თქვა რომ გააგზელეთო, გააგზელე. ისმის, მოიცა. იმას არაფერი არის. იმას არ მოდის? კი, ვაგზელებ. გაიტყვა რომ ვაგზელებ. შენ მაგრა გეწოდება ხო უკა. ითანა გძნობს. მადლობა რუსკა. ბუკას რო გავათამაშოთ ერთ. ბუკასთან დეითი რო გავათამაშოთ. ვაუჩერი გაქვს. ძალიან ბევრი გოგო ეს ხო ქალთაბედნიერება? როგორ გიხდება ჩემი საწყო? ქალთაბედნიერება. ეს არის, რო დაეძებენ, აი ეს არის. შენ ხარ? კაი რა. ესე შემდეგ გადაცემაში ვათამაშებ ბუკას. კარგად ჩავაცმებ პრივეტმა. მობძანდი. ვაჩუკერი გინდადე? შემატკივრები ბუკასთან დეითი გავათამაშოთ. დანები შემოგვივარდნენ. ხალხო, ეგ იქნება ძალიან მაგარი ბუკასთან. გავათამაშებთ. აუ, ჩემი და ვირეკავს ბავშვს რაღაცას ვერ მოხდა. ხო, და ისანი. აბას, ვიტო აბას. ამაზე რა გთხოვ. ილიასაც ეგრეთ დღეში. ილიას ამბირები შენ თან არის მევაბა. ილია, საკმაოდ აუ არა, ძალიან ეპიზოდი არის რა. ჩემი აზრით თქვენ ხართ დურაკები. მომისმინეთ ხა კარგად. მომისმინეთ ხა კარგად. არ მარტო შემდეგ ეხა ჩვენი აზრით რა ვარ? მაგას მოგიხვი. ბუკა. კიდე ვარ ყველაზე სიმპათიური თქვენ შოუ. ბაზარია. კი. მე მყოფილი ვარ ყველაზე სიმპათიური. ნუ ხო, ხა თქვენ არა, და კვიტო იყო აქ. არა, კვიტო რა, ნაერთვე სიმპათიური. შემოგხედა მე და კვიტო ერთმანეთს გავართ, რას გავარჩევ. ანუ ეს როლები ესე იყო გადანაწილებული. მოიცა რა ბუკაზე ბაზრობს შეჭი. ბუკასა ვათამაშებთ მართლა საჭაშნიკეში. და რა როგორ ათამაშებ?
დეიტს და ანუ უკასთან დეიტი. უკასთან დეიტი. შეყვარებული ყავს და რა შეყვარებული ყავს. აბა რა ჩუმაძი ხარ, რა საკრევთ? არა, გამათამაშე. არა, გამათამაშე არ არის. რა იქნება? გაჩუქერი. ანუ კაცთანაც შეიძლება, მარტო ქალები. კაცთანაც და ეხა შეიძლება. აფსაბედიერებაც. არა, არა. ამ თავი დღე ხალი და კი არა, შემდეგ გადამოჩენ და კაცთა ბედნიერება ხერხერე. საშე ტრანსტაცია რომ მე ამოვაკელი. პერიოდი. კი, წინა გადაცემის არა, არანორმალური კაცია. ლიმიტი არა. ორი რაღაცა მქონდა შეთავსებული. ბრძოლიც ვარ ბუნკერში ბრძოლათაც მუშაობ. მართლა? კი. გათრევე ხო ესენი რა. კი, ბებია შენი სამთავრობო და ისაკია. ნათელი მომავალი. პერსპექტიული ახალგაზრდა. 40 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა. 40 წლის რანაირად არის 35-ის არის. 37-ის ხდება, აქ წუთი წუთზე. 36-ის ხდები. როგორც გაგვისწორდება, იმდენის იქნება. აუ, ვაფშე ამინა. ჩვენ რეალობას ცალკე. შენ ხარ ახლა პარალელურ რეალობაში, სადაც ბუნკერი არსებობს თავის წესებით რა. ხო და კაია ეს წესები, ბუნკერი კალენდარი გვაქვს და ასე ხო და ეხა უკვე ვაუჩერი, ვაჩუკერი, ობიახლი. ბუნკერიანული კალენდარია. ერთად მოვიდა. ამაზე ეს ერთად დავხარჯოთ რა. უეჭველი. არა, მართლა რა. უეჭველი, მე გადავედი. ა შენ გონი ახლა ამას ეს წავედი. დავამატეთ 20 ლარიანი ვაუჩერები გოცა. არაფერში გوار. 360 ლარს შევკავ. არაფერი გوار მოგდის წყლის გარდა. აბა ბიჭო, რესტორანში დიხარ და 60 ლარად მარტო წყლის ყიდვა შევიდა. მოკლედ მე რა. ასად ფულს აღარ ვიცი. ძალიან გაასწო რა. რუსუდანის ხარ გადასული დიდი. ინფლუენსერი ხარ? იმენა ცნობილი ხარ და მე? არა, ეხა. იმენა ხალხი ვერა, მაგრამ ხალხი ქუჩაში გაჩერებ? გუში ფოტო გადაიღო ვიღაცა ორმა ტიპმა ჩემთან. აჰა, ესე იგი რა ო, ბატონო შიშვლები იყო. პირველად გადაიღე? მეორე. რა სიძახი, რა მაგარი. გამიხარდა. თქვენთან რა ხდება? ჩანგაიფო ყველა. ამათ ძირდარ სახში როგორ არიან? ძალიან თესლა. ბიჭოკები. მე ანუ სტომატოლოგის სპონსორი გამომიჩნდა. არის წინა კვირის ჰაილაიტი. პირადად შენ გამოგიჩნდა? ანუ, იმიტომ რომ ანუ იმიტომ რომ კაიკვირა ყვილი არ გაქვს. გასაბამიდან მოყოლებული. დავით არა სტომატოლოგიურ კლინიკას რო გახდეს ჩვენ რომ ერთ-ერთი მარტო შენ გიპურნალებს? არა, მეც. მე პლომბი მაქვს და ეს ცხვის გაისწორებს. სტომატოლოგთან? ვეტერინართან მიმიყვანე მე დამაძინებე. ვეტერინარი სტომატოლოგი. კაი. ძალიან გაასწორა მოკლედ შემოსტუმრო. მეც ძალიან მართლა ძალიან მე გაასწორა. ძალიან მომეტანა, აღარ მინდა თქვენთან რა ისეთი. შეიძლება ერთი ხალი ხონდა ყავდეთ ხო ეს ხონდა რა, რამდენჯერ მაგას შევთანხმდით ახლა. 10 ლარი პრობლემა არ არის თქვით და რა ვიცი, როგორ არ მინდა თავიდან იყო კანდიდატი. 6 ბუკაჩარი წყავს ორო ხო, კანდიდატი. ხო, მარია პირველი კანდიდატი. მარიამ ლაშხი იყო პირველი კანდიდატი ქაო წამყვანდა. ეს ანუ არა აქ გავემშვიდობოთ რა. ეს იყოს. ესე ყოველ სამშაბათს გვიყურეთ. ეს კუსები. ეს იყო ჩემი ბოლო კომენტარი. რუსუდან წახვედი? ნუ წავედი ხო ისეთი კრეტინობა თქვა რომ წავედი ხო მაგი გადაობას როგორ ვერ ჩაწვი, აზზე არის. ერთ დამაყარი რა. დაჯექი 3 წამი და წადი. ერთ დამაყარი. გაქვს მუწუკი? უწუკი არა, მოკლედ ეს მაგრამ იყო და რუსუდანი. დასაწყებელია კიდე ერთ გათამაშებაზე ბუნკერი. გაიმეორე. გათამაშებაზე რა თქვით, გადაახვით მოისმინეთ ამაზე ვერ გავიმეორებ დავაი. და კომენტარებში დაწერეთ თქვენი საყვარელი ქართული კერძი. გაასწორა კიდევ ძალიან ერთხელ და ყოველთვის ბუნკერის კარი ღია. კი, რამდენჯერაც როცა გაგიხარდება გამისტორდება მობძან. ჩვენ სულ გაგვისტორდება. მე ძალიან გამიშტარდება სულ ჩვენც. მაგრამ მაგრამ ახლა თქვენ ხო გჭირდებათ სხვადასხვა სტუმრები რა არა, არა, ჩვენ ეგეთი შენ წამყვანად. ძალიან დავწეროთ მე თანახმობ ბუნკას გადავიყვანთ მძღოლად და შენ არა სამი კაცი და ერთი ქალი ეს არის საუკეთესო მაგარი კონტენტი მან მიკროფონებში გვენძრევა მე სტუმრისთვის აღარ. სამი კაცი და ერთი კალი. გუშინით კაცო გადინა სტუმარი. როგორ არ გვინდა სტუმარი ღადა გვინდა, ძალიან ხდება ჩვენი სტუმარი თუ მეყოლე კაროჩე რუსკასთან ცალკე გვაქვს ხა საბაზრო. იქნება წამყვანად შემოვიყვანოთ, შემოვიკედოთ ბუნკერში. მოიწაბელი რა ნახოთ რა, ყოველ სამშაბათს 8-ზე YouTube-ზე ბუნკერი აკრიფეთ, გამოიწერეთ და დღეში სასწაული მოხდება. გააზიარეთ. ნახვამდის ნახვამდის, მადლობა. კარგად იყავით.